იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 6 პირი დააკავა. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება ეგრეთ წოდებული ამზომველების საქმეზე 2013 წლიდან მიმდინარეობს. დადგინდა, რომ საამზომველო კომპანიების წარმომადგენლები ფულადი სარგებლის სანაცვლოდ ამზადებდნენ ყალბ-დოკუმენტაციას მდინარეების ჭოროხისა და აჭარისწყლის კალაპოტში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე, როგორიცაა მდინარის კალაპოტი, ჭალა, წყალში მდებარე კუნძულები. მოქალაქეების პირად სარგებლობაში არსებობის ფაქტს ადასტურებენ ადგილობრივი რწმუნებულები, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლები კი გადამოწმების გარეშე ახორციელებდნენ უძრავი ქონების რეგისტრაციას. საგამოძიებო ოპერაციების შედეგად დაკავებულია საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი, მისი მოადგილე სამსახურის სპეციალისტი, სოფელ მარადიდის რწმუნებული, შპს გეოს ამზომველი და ერთი მოქალაქე. პასუხისგებაში მიეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 3 თემის რწმუნებული. საქმეში სულ 45 პირი, მათ შორის 10-მდე ამზომველი კომპანია ფიგურირებს. საამზომველო კომპანიების წარმომადგენლები ფულადი სარგებლის მიღების სანაცვლოდ ამზადებდნენ ყალბ-სადარასო აზომვით ნახაზებს მდინარე ჭოროხის და აჭარისწყლის კალაპოტებში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე. ყალბ-ნახაზებზე ასახული მიწის ნაკვეთების მოქალაქეების პირად სარგებლობაში არსებობის ფაქტს უკანონოდ ადასტურებდნენ ადგილობრივი რწმუნებულები. ამ გზით შექმნილი ყალბი დოკუმენტების წარდგენა მოქალაქეების მიერ ხდებოდა საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში, რომლის თანამშრომლებით სათანადო გადამოწმების გარეშე ახორციელებდნენ უძრავი ქონების რეგისტრაციას.